საზაფხულო ბანაკის ლატვიელი, პოლონელი, სომეხი და ქართველი წევრების გაჩერების შემდგომი ადგილი შალვა რადიანის მუზეუმი გახლდათ. ტიპიური გურული კარ-მიდამო, დიდი მწვანე ეზო და გურიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურა და სახლში შალვა რადიანის მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები. უცხოელმა ახალგაზრდებმა მასპინძლებს სიამოვნებით მოусმინეს. ყველაფერს შეძლების დაგვარად გულისყურით გაეცნენ და თავიანთ ქართულ ცოდნას კიდევ მცირედი შემატეს. საზაფხულო ბანაკი პროექტ თეატრის მეშვეობით საერთო ფესვებისგან შემადგენელი ნაწილია. მას სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბირო ახორციელებს და მისდან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების დაახლოებას და ერთმანეთის ტრადიციების გაცნობას ისახავს. ეს უკვე მეორე ახალგაზრდული ბანაკი, ამაში კონკრეტულად იღებს მონაწილეობას პოლონეთის, სომხეთის, ლატვიის და საქართველოს წარმომადგენლები. პროექტს ქვია თეატრის მეშვეობით საერთო ფესვებისკენ და საბოლოო ჯამში უნდა მომზადდეს თეატრალური წარმოდგენა, რომელიც ამ 4 ქვეყნის ტრადიციებს, ოჯახის წესჩვეულებებს გაერთიანებს და წარმოდგენა იქნება მონაწილე ქვეყნების ენებზე. Проект очень интересен, каждый день у нас расписан по плану. Мы поем, танцуем, играем в театр, делаем импровизации, ходим на море, вместе кушаем, вместе играем. На самом деле очень классно и незабываемо, и мы не просто приехали в Грузию посмотреть, мы узнаем их традиции, узнаем их историю, узнаем, что они делают, чем они живут, что они пьют, какое вино. На самом деле это все незабываемо. ყოველ დღე რამდენიმე დღის განმავლობაში გვაქვს პრეზენტაციები რომელიმე კონკრეტულ თემაზე, დაუშვათ ეს იქნება რომელიმე ოჯახური ტრადიცია, მაგალითად რა ტრადიციები გვაქვს, როცა ბავშვი იბადება, როცა ქორწილიან, თაგრძალვა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ძალიან ბევრ საინტერესო ამბებს უზიარებთ ერთმანეთს. Вместе говорят о традициях, о жизни в их странах, как раньше было, как сейчас есть. А потом в результате мы сделаем вместе один театр, в котором мы все будем и петь, и говорить в своих языках. პროექტი 30 აგვისტოს დასრულდება, როდესაც ბანაკის წევრები საერთო ძალებით სპექტაკლს მოამზადებენ, რომელიც 4 ენაზე იქნება წარმოდგენილი.